გეტყვით იმას, რომ ძალიან იშვიათად უნდა ვთხოვოთ ღმერთს რაიმე კონკრეტული. თუ კი ღმერთს თხოვ, ღმერთო მომეცი შენი მადლი, შენი სული წმინდის მადლი. დამიჯერეთ, რომ თქვენ არაფერიც არ დაგაკლდებათ, გექნებათ ის ჯანმრთელობაც, ეს კეთილდღეობაც. თუ მომენტში არ გექნება ჯანმრთელობა, მადლობა ღმერთო ყველაფერთვის. ესე იგი უნდა მოიწმინო, უნდა გაძლიერდე. მაგრამ ამის გარდა რომ ყველაფერს ითხოვ ღვთისაგან და ღმერთი შენთვის ხდება ბოდიშით ამ სიტყვისთვის, რაც მარიონეტივით, რომ მოდი მე რასაც მე ღმერთს ვეთხოვ ყველაფერს შემისრულებს, მაგრამ შენ ერთი ღვთისმტკნევის შესრულებაც არ გინდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრული დისბალანსი და კოლაფსი სულიერ ცხოვრებაში, რომელსაც ჭირდება გამოსწორება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ ჩვენ ერთადერთი უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან. ეს არის სული წმინდის მადლი, ეს არის არსობის პური. ამავე ჩვენოში წერია მხოლოდ ერთი, არსობის პური მომე ჩვენ უფალო. თოდვები მოგვიტევე ჩვენ, როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვას. ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტის. რა კატეგორიები, რა შეიძლება ვითხოვოთ ჩვენ? არ გვინდა სიბოროტე, არ გვინდა შეუნანებლობა, გვინდა მადლი, გვინდა ღმერთთან ყოფობა.